ну, ეს წარმოუდგენელი სიტუაცია არის. იმიტომ რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და ну მქონდა რამოდენიმე თვის წინ ბულგარეთში ვიყავი და შევხვდი ერთ-ერთ საოპერო მომღერალს სახელს არ დავასახელებ, რომელიც მაესტროს მეგობარი არის და ну სოციალურ ქსელს მოწყვეტილია და აბსოლუტურად არ იცოდა რა ხდება და როგორ და მე რო უთხარი, აი პაატაო მომიკითხა და მეთქი ციხეში არის და რას ამბობ, გაგიშდა ეს ქალბატონი. რამე შეგვიძლიაო ვქნათო და რა ვიცი, უამრავი პეტიცია შეიქმნა. მე როგორც ვიცი, ავსტრიის ხელისუფლება მუშაობს ინტენსიურად რაღაცა გამოსავლის მოსაძებნად. თეატრები წერენ პეტიციის, სამხატვრო ხელმძღვანელები, დიდი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები თავის პრემიერ-მინისტრებს და ხელისუფლებას მიმართავენ შუამდგომლობისთვის და ყველა ჩემ კოლეგასთან საუბარი ბოლო ოქტომბრიდან, ესე იგი ოქტომბრიდან ყველა ჩემ კოლეგასთან საუბარი იწყება იმითი, რომ ხო არ იცი პაატა როგორ არის. და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს დღეს ამაზე საუბარი ესეთი ფორმით და ნუ ჩემთვის ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან ჯერ პაატას მსმენელი ვიყავი. პირველად შევხვდი 16 წლის ასაკში, ეს პირადად რო გავიცანი, ჩემთვის იყო, არ ვიცი, თავის კუმირს რო ხვდები. ლეგენდას რო ხვდები და მე გავხდით მეგობრები. და ჩემთვის ძალიან რთულია მაგაზე ლაპარაკი საუბარი. მე ვთვლი, რომ უდანაშაულო ადამიანი არ უნდა იყოს ციხეში. მით უმეტეს ამხელა პიროვნება მესმის, რომ ჩვენთან ეხლა სამართალი როგორც შოთამ თქვა, ისე არ არის როგორც უნდა იყოს, მაგრამ საერთოდ აღარ არის. მაგრამ არსებობს მაგრამ. ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, მე არ ყოფილა თეატრი, სადაც მე მიმღერია და სადაც პაატას არ იცნობდნენ და არ დაუვალებიათ, აი მომიკითხე, აი ჩემგან გადაეცი, აი თუ ვახსო ვარ და ნუ არ ვიცი, უამრავი ადამიანი, უამრავი რეჟისორი, დირიჟორი, არ ვიცი, მომღერალი, მსახიობებიც კი. ნუ ყველა ძალიან აღშფოთებულია ამ ვითარებით, რაც ახლა დღეს ხდება საქართველოში და სამწუხაროდ ჩვენ ამის მოწმეები ვართ. კი ბატონო, ამასაც მოვესწარით, ასე ქვია. ირაკლი, ამასაც მოვესწარით. რა მინდა იცით კითხოთ, თქვენ ალბათ იგებთ პაატა ბურჭულაძის ამბებს, როგორ ცხოვრობს ის ციხეში. ну, როგორ იცხოვრა მან მთელი ეს 70 წელი პრაქტიკულად ხელის გულზე, არაერთი დოკუმენტური ფილმი, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე გადაღებულა მის შესახებ, მას უსმენდით არა მხოლოდ საოპერო სცენებზე, არამედ მსოფლიოს წამყვან გამოცემებსა და ტელევიზიებში. მისი ხმა იყო ახლა არაჩვეულებრივ ფორმაში, აი კიდევ უფრო ციხეში როგორ ცხოვრობს, როგორ უვლის თავს, სამარტო საკანში ასხვებთან ერთად, აი ამ დეტალებზე თუ იცით რამე მოგვიყვება. იცით რა არის, მე სამწუხაროდ ოჯახის წევრი არა ვარ და არ მაქვს უფლება შევიდე და დაველაპარაკო. მე ოჯახის წევრებიდან თუ იცით რამეს, მაინტერესებს თუ არა შეთასაწყობინებად. ძალიან მხნეთ არის, ეგ ნამდვილად ვიცი, რომ ბევრ პატიმარზე უფრო მხნეთ არის, უფრო ისეთი მიმართებით არის და რა ვიცი, მე მგონია რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.